თბილისის დინამომ თურქეთის სუპერლიგის 2 გუნდთან არ წააგო. ტრაბზონსპორი დინამო 1-1, რიზესპორი დინამო 1-3 და ეს ყველაფერი ხდება თურქეთში. აი ასეთი დონის გუნდებთან არ აგებ, ჩამოდიხარ მერე სამშობლოში და ძალიან დაბალი დონის ფეხბურთს აჩვენებ. ვიცი, ამ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა ბოლო წლებში განსაკუთრებით ძალიან თავზე ხელაღებულია. გუნდის 2 წამყვანმა ფეხბურთელმა სანამ სეზონი განახლდებოდეს, გუნდი დატოვა. ლომინაძე კარიერას პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. ხოლო რაც შეეხება ნიკოლოზ უგრეხელიძეს, ის თურქეთის სუპერლიგაში გადავიდა. თქმა უნდა, უდავოა, რომ ჩვენ არ გვეწყინება ბევრი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი. მაგრამ უფრო გაგვიხარდება, რომ შენ ქართულ კლუბს იმის ფუფუნება გქონდეს, რომ ფეხბურთელები ჩვეულებრივად გაყიდო და დარჩენილი ფეხბურთელებით კარგი დონის ფეხბურთი აჩვენო. ისედაც როგორ გიჭირს ჩემპიონატში, ასე უხეშად რომ ვთქვათ, ფაფხურობ. და იმის მაგივრად რომ ფეხბურთელები აქეთ დაიმატო, იქით უშვებ. კარგად დააკვირდი პროფესორო. ეს გუნდი თუ ფეხბურთელს იმატებს, ისეთ ფეხბურთელს იმატებს, რომელიც ადრე გაუშვა, იქ მერე ვეღარ გაკაჩა, იბოდიალა, ასე ვიტყვი და მერე დაბრუნდა. თქო, არ მინდა ასეთი ფეხბურთელების გვარები აქ ჩამოვთვალო. აი დაფიქრდი შენ თვითონ და კარგად მიხვდე. კიდევ ერთი ფაქტი. ამოიყვანს აკადემიიდან ფეხბურთელებს, მიცემს ბევრ სათამაშო დროს, რომ იქით შეამჩნიონ და შემდეგ უკვე რა ხდება თავად კარგად იცი. უშუალოდ არ მეთანხმები ამ კონკრეტულ მოსაზრებაში. მითხარი, რატომ არ გვაქვს შედეგები მაშინ? რომ ის ფეხბურთელები გავაჩეროთ, რომლებსაც ასე მალე ვყიდით, შენი აზრით შედეგები არ გვექნება? ორიას მაგალითი ავიღოთ. ხო დაბრუნდა თბილისის დინამოში. მერე ისევ წავიდა კვიპროსში, 1 სეზონი და ისევ დაბრუნდა თბილისის დინამოში. ეს მომიწია ჩამოთვლა. გორდეზიანი წავიდა ნახევარი სეზონით, დაბრუნდა. ეს ოსეი წავიდა ასტანაში, შემდეგ ისრაელის ჩემპიონატში, იქ არ ვიცი, გაკაჩა, ვერ გაკაჩა, ციფრებიც იცით ყველამ კარგად და ისევ დაბრუნდა ჩვენთან. რამდენია ასეთი ფეხბურთელი, თუ გინდა ერთად გავიხსენოთ, დაწერე კომენტარებში. შენს გამარჯვებას გულში ვინახავ და როცა აგებ, მაინც მიყვარ. ჯერ როდის იგებ, რომ შევინახო. აი ნეტა მართლა იგებდე, რომ ძალიან ბევრი შეგინახო. ნებისმიერ ქართულ კლუბს გეუბნები, თქვენ ოღონდ მოიგეთ და გულში ადგილის მეტი რა არის. როგორ გამიხარდა იმ დღეს ქუთაისის ტორპედომ და გორის დილამ პირველი ეტაპის პირველი შეხვედრები მოიგეს და ჩემს ბედნიერებას იმ დღეს საზღვარი არ ქონდა. ეს მოგებები გვიხარია ჩვენ და არა ის მადრიდის რეალი, ბარსელონა, იამალი დასასვენებლად 8 ქალთან ერთად იმყოფება. აში მაინტერესებს რამდენი აქვს მბაპეს გემოგლობინი ან ლევანდოვსკი სად იღებავს თმებს. პროფესორო, იუთუბერი გავხდი. სამწუხაროდ ჩემი არხი გამომწერებისგან სულ ზღაფავს და ჩვენ მალე 100 ვიქნებით. 100,000 გამომწერზე მოზვერი უნდა წავაქციო თბილისის ზღვაზე, იქვე, გაშლილ ველზე, მაგრამ თქვენ ერთი მოზვერი არ გეყოფათ. რამოდენიმე და ყველა მოდით იცოდეთ. მართლა ვაპირებ. შენ მე ასე მომიყურებ, პროფესორო, მე გადამგდები კაცი არ ვარ. თბილისის ზღვაზე მოზვერ ფარტი გაიმართება 100,000 გამომწერს.